ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში ეს დღე აუცილებლად შევა. ქართული საცეკვაო ხელოვნების წარმომადგენლები პატივს მიაგებდნენ წარსულში ცნობილ მოცეკვავეს, სუხშვილების ანსამბლის ყოფილ სოლის, დღევანდელობაში მშვენიერ ჩინებულ ქორეოგრაფ ზაურ პაპიაშვილს, ანუ ცაცხურას. იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც ბატონმა ზაურმა გაწია ქართული ქორეოგრაფიის განვითარებისათვის. თბილისის პროფკავშირების სასახლეში რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა ორგანიზაცია ერთწლოვნების თაოსნობით გამართული ფესტივალი ცაცქურასეული, სადაც გამოდიოდნენ ანსამბლები სრულიად საქართველოდან. ეს დღესასწაული კი დაგვირგვინდა იმით, რომ ბატონი ზაურის აღზრდილებმა ანსამბლ მამულის სარეპეციო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს თავის აღმზრდელს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ შესანიშნავი ქორეოგრაფისადმი თავიანთი პატივისცემა. ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი ადამიანები, ბატონი ზაურის მეგობრები და კოლეგები. პირველ რიგში დღევანდელი დღე მე უნდა მივულოცო ჩემს და ჩვენს ყველა საერთო მეგობარს, თანამებრძოლს, ზაურ პაპიაშვილს, მეტსახელად ცაცხურას, დღეს იხსნება მისი ვარსკვლავი. ზაურმა მოახერხა ის, რომ არა მარტო ცეკვით, არამედ ბრძოლით შეძლო თავის ხალხის სამსახური და ძალიან გულდასაწყვეტი და დასანანი იყო ის, რომ წლების მანძილზე ნალოლიავები თავდაცვის სამინისტროს ანსამბლი მამული ერთი კაცის ახირების გამო დაიშალა. უბრალოდ დღეს არ არის საჭირო, თორემ იმ კაცის არც გვარის თქმა მერიდება და არც სახელის და კარგი იქნება უბრალოდ თავდაცვის სამინისტრომ რომ რაღაცნაირად მოახერხოს ამ ანსამბლის აღდგენა რა ზაურს საქმისთვის თავი არ დაუნებებია არასოდეს. უბრალოდ ამ ტრადიციების მქონე ანსამბლი საქართველოში არ არსებობს, არა იმიტომ რომ ვიღაცა ნაკლებად ცეკვავს, არამედ იმიტომ რომ არც ერთი ანსამბლი საქართველოში ომის დროს ფრონტზე არ ყოფილა, არც ერთ ანსამბლს არ განუცდია საბრძოლო დანაკარგი. ეს არის ტრადიცია და ამას მოფრთხილება ჭირდება. ახლა ჩვენ რო გული დაგწყდება ეს არაფერი, მაგრამ მომავალს რო არ ექნება, აი ეს უკვე კი დასანანია. კიდევ ერთხელ ულოცავ ზაურს დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ ამ ხრივ ვინმე რამეს გააკეთებს. ძალიან გამიხარდა ეს რომ იხსნება ზაურ პაპიაშვილის საპატივცემულო ვარსკვლავი. კაცმა რომელმაც დაიმსახურა ნამდვილად. ეს პატარა ვარსკვლავი კი არა, დიდი უნდა გაეხსნათ უფრო ფილარმონიასთან. ნიჭიერი კაცია ძალიან ქორეოგრაფიაში უბადლო შემსრულებელი, ყველა ქართული ილეთების, ყაზბეგურის, მთიულურის, ხევსურული ილეთების იგონებს, თვითონ იგონებს. მე ვიცი მისი შრომის ფასი, ყადრი, ღამე დგება საკუთარ სახლში, ლოგინში, ლოგინდა დგება, და ჩადის ქვევით აქვს სარეპეციო დარბაზი. იქ იგონებს, ილეთებს და მეორე დღეს მოაქვს და აქ მამულის ბავშვებს ასწავლის ილეთებს. ეს მამული მოგეხსენებათ, როგორი წარმატებული ანსამბლი იყო, რომელმაც მოიარა სოფლიოს ბევრი ქვეყნები და არ დავიწყიათ 93 წლის მარტის 13-14-15-ში რო დაბომბეს სოხუმის აღება რო უნდოდა რუს აფხაზეთთან ერთად ვერ აიღეს და იქ იყო ეს ანსამბლი მეც იქ გახდით. დაბომბეს, დაიბომბა სანატორიუმი მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმი. არ გაუფრთხილდნენ არაფერს და დაგვაყარ 12 ბომბი ჩამოვაგდეს, ჩვენი ჩახოცვა უნდათ იქ. მოკლედ გადავრჩით როგორც იქნა და ზაურიმ ძალიან დიდი ღვაწლი და წვლილი შეიტანა ამასში, რომ ჩამოვედით უნებელი. გოგოები წავიყვანეთ, 12 გოგო ყავდა წაყვანილი.
ჩემო ბატონო, ღამე იყო წივილი, კივილი, ეხლა მოგეხსენა ჩუქები გაითიშა, მეცლა ამყავდა ეს გოგოები. ყვევით ჩავდიოდით იმაში პადოლში. ბომბა უპეჟიშეში რო იტყვიან რა. ხო და აი ესე გადავარჩინეთ და გადავრჩით. იმ რუსის აგრესიას გადაურჩით. მაგრამ ალბათ ნახევარი ანსამბლი ვერ ჩამოვიდოდით. დღევანდელ დღეს წარმატებულ დღეს მივიჩნევ, რომ ჩვენი მებრძოლი, დიდი ქორეოგრაფი, ერთადერთი გამორჩეული ადამიანი ზაურ პაპიაშვილი, ღვაწმოსილი პიროვნება, რომელმაც შექმნა ახალი ლამაზი ქართული ხალხური ცეკვების ბევრი საინტერესო ცეკვის ეპიზოდები, ცეკვები მას დღეს უხსნიან ვარსკვლავს. მას მართლა ნამდვილად ეკუთვნის ეს ღირსეული ვარსკვლავის გახსნა. მისი შემოქმედება ძალიან დიდია, უკტავი არის, ხალხიდან ხალხში გადადის. იშვიათი არის მისი შემოქმედება. მის კი ნახა, სადაც არ ყოფილა ზაური წარმატებების მეტი არაფერი არ ქონია. მე მას გულთბილად დიდი სიყვარულით ულოცავ. მე მინდა ბატონ ზაურის მიულოცო დღევანდელი დღე ვარსკვლავის გახსნა ანსამბლ მამულთან ერთად და მე მინდა ბატონ ზაურის მოღვაწეობა ისთან დაკავშირებით აღვნიშნო არა მარტო ქართულ ცეკვაში და კულტურაში მოღვაწეობის გამო, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო გაწეული ღვაწლისათვის და მადლობა მოუხადოს ლიან საქართველოს სახელით, რომელიც ანსამბლ მამულთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდა. მე მინდა თავდასამინისტროს და არა მარტო მე, ჩვენი ანსამბლის სახელით თავდასამინისტროს მიმართო, ჩვენი მოცეკვავების სახელით ვთხოვთ, რომ აღადგინოს ჩვენი ანსამბლი, რათა ერთობით შევძლოთ ქართული კულტურაში მოღვაწეობა და განვითარება ბატონ ზაურისთან ერთად. ეხლა მე ვიტყვი ერთ რამეს, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. იმ ომში მე ომიდან ვიწყებ. ჯერ ერთი ფარხმალი რო ადამიანს უჭირავს ხელში, ბაშკაცკაც. ხანდახან ჩემი დავით თევზაძე მეუბნეოდა, რომელი ძმაო ტყვის ძმაკაცი თუ ხმლის თუ როგორ. მაგრამ ქართველი კაცი ჭირშიდან ხიშიც ცეკვავდა და მღეროდა. და ყველა ქართველს უნდა იცოდეს იარაღის ხმარება. ისე კი არა დღეს რო რაღაცები ხდება და იარაღს ატარებენ და კვლელობები და უბედურება ხდება. მილიციაში მუშაობს ის ვიღაცა თუ მეუმარია. ვიღაცა რო ესე იგი დაჩაგდოს, ხო? იმიტომ რომ ვაშკაცი, ბიჭები ბევრი არიან და ღმერთმა გაუმარჯოს იმათ და ესე იქნება საქართველო. მე მამულზე ვიძახი ახლა. ჩემი გია ყარყარაშვილი მომიხადა მოდის უნდა მოსულიყო და აგერ არის ჩემი დავითი. რომელმაც ყველაფერი იცის. აბსოლუტურად მოწმეა ყველაფერს რა გააკეთა ჩვენმა მამულმა. თურმე მამული დაშალეს იმიტომ იმ მთავრობამ სააკაშვილის თამადობის სხვათა შორის რატომ რო ერქვა მამული არ უნდათ მამული ენა სარწმუნოება მაგათ ალბათ ესია იმიტომ სინგაპურიზაცია უნდათ მაგათ 30% ყოფილიყო როგორც იქარი და ეს არ არის ქართველები ერი ბურადი გულადი სტუმარს ღვთისკაცა თვლიან არის ასეთი ქვეყანა ამას საქართველო ქვია ნუ დაივიწყებენ ამას თო პატრიარქის სიტყვა მინდა თქვა შეკაიგაცო ნუ დაეცემე სულს ნუ დაკარგავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრეთ კარგი და დაინახავთ რომ ყველაფერი კარგად იქნება მამული აღდგება და აი ესე იქნება ყოველთვის ვარსკვლავის გახსნის შემდეგ საზოგადოებამ დარბაზში გადაინაცვლა სადაც ისინი კიდევ ერთხელ დადგმდნენ ბატონი ზაურის შესანიშნავი ხელოვნებით ძვირფასო მეგობრებო, მინდა გავუწყოთ, რომ ანსამბლი მამული კლავ სცენაზეა და ჩვენი ზაურ პაპიაშვილი იგივე ცარცქუდა. აპლოდისმენტები თუ შეიძლება.
ზაურს მამულის ძველი თაობისგან. თუ შეიძლება. აპლოდისმენტები. მამული და ზაურ მაფიაშვილი. ჩეჩნური